ერთი ამბავი გიამბოთ მინდა. მაშინაც ახლაც საათია 7. ეს როცა მოხდა, სულაც არ წვიმდა, არც ქარიშხალი ყოფილა დიდი. ვიღაცა გოგოს, ვიღაცა ბიჭი ვარდებით ხელში ელოდა ხიდზე. დროულად მოსვლა ეს არის ნიჭი. მოკლედ შეთანხმდნენ, რომ ზუსტად 7-ზე. ტიპს არც ცხელოდა და არც სციოდა ყმაწვილი იყო, საოცრად მშვიდი, რადგანაც საათს რომ დასცქეროდა, წუთები აკლდა. არ იყო 7. სამაგიეროდ ღელავდა მტკვარი. თითქოს რაღაცას გრძნობდა ის ფლიდი. აზვირთებული ყოვით ხარი, აჰა. შესრულდა კიდევაც 7. ბაბუა ჩემი ასე ამბობდა, ახალგაზრდებმა დაკარგეთ რიდი. გოგონა მოსვლას ჩანს არ ჩქარობდა, შორს ჩამოტოვეს წუთებმა 7. ბიჭი აკიულდაც რემომორეული, ყველა მასტოვებს, ღალატობს, გარბის, როდემდე იყოს ასეული, შვიდს ვიღაჩივის. ცხოვრება გადის. რაშუაში ამ ლექსში 3. გეტყვით. დათვალა, თავს უთხრა, მიდი. მტკვარში გადახტა. და მისი გვამი იპოვეს დილით, რომ გახდა 7. ერთ რამეს გეტყვით. დაიბნევით. ვინ გაექცევა, რაც უწერია. თურმე წინა დღეს დადგენილებით. საათი უკან გადუწერია.